Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას გახსნილად ვაცხადებ. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას. უდიდესი პატივისცემით მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მინდა მოგილოცოთ თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნა. მიულოცავ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თერჯოლელებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. 500-ზე მეტ მომსახურებას, სახელმწიფო მომსახურებას თერჯოლელები მიიღებენ ამ არაჩვეულებრივ შენობაში, უმაღლესი სტანდარტების შენობაში, არაჩვეულებრივ გარემოში. აღჭურვილია ეს სახლი, იუსტიციის სახლი, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნიკით, თანამედროვე გარემოში არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის არის ადაპტირებული იუსტიციის სახლის ახალი შენობა. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რამდენად გაიზარდა ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები გასული 12 წლის განმავლობაში. 2012 წლამდე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი. 2012 წლის შემდეგ საქართველოში 111 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა. თერჯოლის ფილიალი ამ რეგიონში, იმერეთის მხარეში არის 26 და ქვეყნის მასშტაბით არის უკვე 123 იუსტიციის სახლი. ასევე აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს 6 იუსტიციის სახლი. ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს სერვისებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტის მეშვეობით, სადაც უზრუნველყოფილია მაღალმთიან დასახლებებში, მოშორებით არსებულ დასახლებებში შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ასევე არსებობს გეგმები, ახლოს მომავალში, მომავალი წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 10 იუსტიციის სახლის მშენებლობა, 10 იუსტიციის სახლის გახსნა და ამით უკვე მთელი ქვეყანა იქნება დაფარული იუსტიციის სახლის მომსახურებით, მათ შორის რამდენიმე იუსტიციის სახლი გაიხსნება უშუალოდ იმერეთის მხარეში. და ეს პროცესი, ეს პროექტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთელი ქვეყანა, როგორც უკვე თქვა, არ იქნება დაფარული და უზრუნველყოფილი შესაბამისი მომსახურებით. მე მინდა მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იუსტიციის სამინისტროს, პირადად იუსტიციის მინისტრს ბატონ რატი ბრეგაძეს, რომლის სახელსაც უკავშირდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, გაზრდილი ტემპები ინფრასტრუქტურის შენებლობის და არა მარტო ზოგადად უნდა ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შინაარსი თვისებრივად განსხვავდება იმ შინაარსისგან, რაც ჩვენ გვახსოვს ძალიან მძიმედ იმ პერიოდიდან, როდესაც ქვეყანაში განსხვავებული სისტემა მოქმედებდა. მცირე გადახვევას ალბათ მომიტევებთ. მე მინდა გავიხსენო, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე და რა საქმიანობით იყო დაკავებული კონკრეტულად იუსტიციის სამინისტრო, რომელიც იყო რეპრესიული სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი. და მაშინ სხვადასხვა მიმართულებით მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო ძალიან მძიმე საქმიანობით იყო დაკავებული. კონტროლდებოდა სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე, სწორედ იუსტიციის მინისტრის მიერ, იუსტიციის სამინისტროს მიერ და სწორედ იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო აქცევდა სასამართლო ხელისუფლებას რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ რგოლად. და თქვენ ძალიან კარგად იცით, თუ რა ზემოქმედება ჰქონდა ამ ყველაფერს ადამიანებზე, ხდებოდა ადამიანების უკანონოდ დაკავება, უკანონოდ დაბატიმრება, მათთვის საშელების შეფარდება, გამართლებელი განაჩენების სტატისტიკა იყო 0.1%-ზე ნაკლები და ასე შემდეგ. ხდებოდა ქონების გადაფორმება 10,000-ზე მეტ ბიზნესმენს მარტო სახელმწიფოზე გადააფორმებინეს ქონება და ამ ყველაფრის ეპიცენტრში იდგა თავის დროზე იუსტიციის სამინისტრო. ასევე თავის დროზე, როდესაც საშუალო ახსნილების სისტემა იმართებოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ 2012 წლამდე პერიოდს გულისხმობ, გახსოვთ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ციხეებში. პატიმრების რაოდენობა ამ რეპრესიული სისტემის გამო შეადგენდა თითქმის 25,000 და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო უკიდურესად მაღალი. 140-ზე მეტი ადამიანი ხდებოდა ციხეებში ყოველწლიურად, რაც იყო იმ რეჟიმის, ასე ვთქვათ, შედეგი, რაც მაშინ იყო ციხეებში ჩამოყალიბებული, იყო უმძიმესი ვითარება ციხეებში, პატიმრების მიმართ მოყრობა იყო უმძიმესი, ადამიანების წამება, არადამიანური მოყრობა მათ მიმართ იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრი და მაშინდელი იუსტიციის სამინისტრო.
და იუსტიციის სახლებს რაც შეეხება კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და რაღაცნაირად ცდილობდნენ ამ 12 იუსტიციის სახლით დაეკომპენსირებინათ ის წამების სისტემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ქვეშ მოქმედებდა. დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული ყველა მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლებამ შეეძინა დამოუკიდებლობა და ამის გამოხატულება არის პირველ რიგში ის ახალი სტატისტიკა, რომელიც გვაქვს ჩვენ სასამართლო ხელისუფლების სფეროში. 3-ჯერ, 4-ჯერ, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ შემთხვევაში 18-ჯერ არის გაუმჯობესებული სტატისტიკა, რაც უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას. კონკრეტულად რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობას, სასამართლოსთან დაკავშირებულ საქმეებზე რამდენჯერმე არის შემცირებული შესაბამისი მაჩვენებელი. რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გათავისუფლდა და თვისებრივად ჰუმანურია, თავისი არსით ჰუმანურია დღეს სასამართლო სისტემა და თავისუფალია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტროლისგან. რაც შეეხება პენიტენციურ სისტემას, აქ პატიმრების რაოდენობა არის 2.5-ჯერ შემცირებული და მუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდეს პატიმრების რაოდენობა საშელახსოვრების სისტემაში. ამისათვის ჩვენ მივიღეთ ამნისტიის შესახებ კანონი, თუმცა გადაიდგმება დამატებით ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავახლოვდეთ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს პატიმრების რაოდენობის კუთხით, რაზეც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობთ, მაგრამ ის სტატისტიკა, რაც დღეს გვაქვს პატიმრების რაოდენობის თვალსაზრისით, არის უკვე რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენ გვქონდა 2012 წლამდე. და რაც შეეხება პატიმრების სიკვდილიანობას, აქ 10-ჯერ არის შემცირებული სტატისტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ციხეები გათავისუფლდა, ასე ვთქვათ, რეპრესიული სულისკვეთებისგან და დღეს რეალურად პატიმრების მიმართ დამოკიდებულება არის თვისებრივად განსხვავებული, დამოკიდებულება არის ჰუმანური და ეს არაერთხელ დაადასტურეს მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლება, რომლებსაც მოუწიათ თავად გასნობოდნენ საშელახსოვრების სისტემას. რეალურად ყველა მიმართულებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული იუსტიციის სახლებს რაც შეეხება. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ 10-ჯერ მეტი იუსტიციის სახლი გაიხსნა ამ 12 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის საერთო დამოკიდებულების გამოხატულება, რომელიც აქვს ხელისუფლებას ადამიანის მიმართ, საკუთარი მოქალაქეების მიმართ და საკუთარი ქვეყნის მიმართ. ამისათვის ყველა თქვენგანს გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა, ყველას ვინც ემსახურებით ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის ინტერესებს და განსაკუთრებულად კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს ბატონ რადი ბრეგაძეს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ სისტემას და ხელმძღვანელობს ძალიან დიდი წარმატებით და მინდა მას მიულოცო დღევანდელი დღე იუსტიციის სახლის გახსნა და კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოგილოცო დღევანდელი დღე ამ არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურის გახსნა. დღეიდან თერჯოლელები არაჩვეულებრივ გარემოში მიიღებენ სახელმწიფო მომსახურებას. კიდევ ერთხელ გილოცავ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. სიტყვა ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ რადი ბრეგაძეს. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები უმრავლესობის ლიდერს, თავდაცვის მინისტრს, გუბერნატორს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, გულმხრვალეთ მივესალმები თერჯოლელებს. დღეს ჩვენ ნამდვილად საზეიმო დღე გვაქვს, როგორც მოგეხსენებათ და როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, გავხსენით უკვე 123 იუსტიციის სახლი, რაც არის იმის ნათელი დასტური, რომ ქვეყანა განაგრძობს სვლას წარმატებისკენ და ეს წარმატება ვრცელდება ყველაფერზე, მათ შორის რა თქმა უნდა სახელმწიფო სერვისებზე. 2012 წლიდან სახელმწიფოს მთავარი ამოსავალი არის ადამიანის ღირსება და ადამიანი და ამ ქვეყანაში არათუ ამ ქვეყნის მოქალაქე, არამედ ყველა ადამიანს სჭირდება სათანადო მომსახურება სახელმწიფოს მხრიდან და ვფიქრობ, იუსტიციის სახლი არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ რა ორიენტირება აქვს სახელმწიფოს და როგორ სურს, რომ მოემსახუროს თითოეულ ამ ქვეყანაში მყოფ ადამიანს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ასევე ციხეებში გახსნილი იუსტიციის სახლები, რაც ნამდვილად არის ქართული ინოვაცია და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის მომსახურება პატიმრისთვის არ არსებობს.
და აქ როგორც ბატონი პრემიერი საუბრობდა, არის ერთი პრინციპული იდეოლოგიური სხვაობა, იმიტომ რომ 2012 წლამდე ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ ციხეში სამწუხაროდ ჩადენილი დანაშაულის გამო, ოცნებობდნენ ერთ რამეზე, რომ რაიმე ფორმით ცოცხლებს გამოეღწიათ პენიტენციური დაწესებულებიდან. ან მინიმუმ ისე არ დასახიჩრებულიყვნენ, რომ მათი მთელ შემდგომ ცხოვრებას ეს კვალი დასწყობოდა. დღეს კი მათ პენიტენციურ დაწესებულებებში ჩვენ თავაზობთ იუსტიციის სახლის მომსახურებას და გარდა ამისა გატარდა რა თქმა უნდა უამრავი რეფორმა, რომელიც ორიენტირებული არის ისევ და ისევ ადამიანზე და რა დღის თუნდაც იმის ხსენება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს მსჯავრდებულებს შეუძლიათ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისწავლონ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. და აქვე ისიც უნდა გამცნოთ, რომ ევროპის მასშტაბით პროექტი სახელწოდებით ციფრული უნივერსიტეტი არის მესამე ადგილზე ყველაზე ინოვაციურ პროექტებს შორის და ამაზე ხშირად გვითხოვს და ახლაც განმეორდები, რომ წარმოუდგენელი იყო 2012 წელს ვინმეს ის მაინც გაეფიქრა, როდესაც ის სამწუხარო კადრები ყველამ ერთად ვნახეთ, რომ 12 წლის შემდგომ ინოვაციებში ვიქნებოდით მესამე პენიტენციურ დაწესებულებებში. აქვე აღინიშნა მობილური იუსტიციის სახლებიც და ეს ყველაფერიც გაკეთდა, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ თითოეულ ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში და ადამიანს, რომელიც ცხოვრობს მოშორებით იუსტიციის სახლებისგან და ვერ მიეწოდებოდა მომსახურება და მათ ხშირად უწევდათ მაგალითად იგივე ქარიან თუ წვიმიანამინში შორი მანძილის გავლა, რათა მისულიყვნენ იუსტიციის სახლებამდე, დღეს მათ უკვე ამ მანძილის დაფარო აღარ უწევთ და პრაქტიკულად საკუთარ ჭიშკართან ჩვენ ვაწვდით სახელმწიფო მომსახურებას. დღეს ჩვენთან იმყოფება თავდაცვის მინისტრი და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ იუსტიციის სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროს სერვისებიც, მათ შორის რეკრუტირების ცენტრიც, როგორც მოგეხსენებათ, არის იუსტიციის სახლებში და თერჯოლაც რა თქმა უნდა არ იქნება გამონაკლისი და ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი სამშობლოს დაცვით და ჯარში სამსახურით, ექნებათ იმის საშუალება, რომ გაეცნონ ქართული ჯარის პროგრამებს, მათ შორის იუსტიციის სახლში. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველას და პირველ რიგში მთავრობას, ბატონო ირაკლი, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენ პერსონალურად დიდი მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტს ბატონი მამუკა ბრძანდება აქ და მას ასევე მინდა პერსონალურადაც მიულოცო, იმიტომ რომ მისი მშობლიური მხარია და ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო თერჯოლაში იუსტიციის სახლის გახსნისა და რა თქმა უნდა, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ზრუნავს, რომ იუსტიციის სახლთან მისულ ადამიანს ჰქონდეს მაქსიმალურად კომფორტული გარემო, იქნება ეს დახმარება გზებზე თუ სხვა უამრავ ყოფით საკითხზე. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადოთ იუსტიციის სამინისტროს, მათ თანამშრომლებს, ბატონ ლაშას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო და რა თქმა უნდა, ასევე ბატონ ერეკლე ღვინიანიძეს, რომელიც მთელ ამ პროცესს ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და უსურვოთ წარმატებები იუსტიციის სახლს თერჯოლაში. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ბატონ მამუკა მდინარაძეს. მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით, ჩემ თერჯოლელებს, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით. მეც ბუნებრივია შევუერთები თქვენს მადლიერებას, ამის გამოხატვას, იმიტომ რომ ჩემ თერჯოლაში ჯერ ვიზუალური ეფექტი შთამბეჭდავი იყო, როცა შევხედეთ ამ თქვენ ნამოქმედარს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, ბატონი რატის ხელმძღვანელობით უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. თითოეულ ადამიანს იუსტიციის სამინისტროდან, ვინც აქ არ არის, ვინც ამ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა და დიდი მადლობა მთავრობას, ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით, რომელსაც შემიძლია უთხრა, რომ მართლაც შთამბეჭდავია ის დინამიკა ამ შემთხვევაში მე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და როგორც პარლამენტის წარმომადგენელი შემიძლია აღვნიშნო, რომ დინამიკა რამდენი ობიექტი ჩვენს ქვეყანაში და რამდენი მნიშვნელოვანი ობიექტები იწყება, პროცესშია და მთავრდება და ასეთ შთამბეჭდავ სურათს ვიღებთ ხოლმე. აი ეს დინამიკა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პოზიტიური ცვლილებებიდან გამომდინარე, რა ცვლილებებიც ეხება იმას, რომ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მოვახერხეთ, ქვეყანა მოახერხა, მისმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ მქონდა ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავის მხრივ შემდეგ აისახება ამ ობიექტების სიმრავლეში და აისახება იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კიდევ მეტი ობიექტი, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, იუსტიციის სამინისტრომ შეძლო რომ
მართლაც წარმოუდგენელია, რომ 10-ჯერ მეტი იუსტიციის სახლი ამ კონკრეტულ შემთხვევაში აეშენებინა, ვიდრე წინა პერიოდის განმავლობაში 2012 წლამდე. 10-ჯერ მეტი მართლაც რომ ტრაბახობდნენ 12 იუსტიციის სახლით. ჩვენ და იუსტიციის სამინისტრომ რომ შეძლო და შევძელით, რომ 10-ჯერ მეტი იუსტიციის სახლი გაგვეხსნა და რეალური სერვისები მიგვეწოდებინა ადამიანებისათვის. 500-ზე მეტი სერვისი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლებს აქვს, ეს არის მოქალაქეების კომფორტზე გათვლილი და ბუნებრივია ყველაფერი მორგებული საიმისოდ მე და ბატონ რატის ხშირი საუბარი გვაქვს ხომ იმასთან დაკავშირებით რამდენად ცდილობს იუსტიციის სამინისტროს თითოეული თანამშრომელი რომ მოქალაქეზე გათვლილი, მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურება შესთავაზოს ადამიანებს. ჩვენ უნდა ვისურვოთ რომ ამ იუსტიციის სახლში ისე როგორც საქართველოს ყველა იუსტიციის სახლში ბევრი დაბადების მოწმობა, ბევრი ქორწინების მოწმობა, ბევრი პოზიტიური ამბების ამსახველი, დოკუმენტალურად იურიდიულად ამსახველი დოკუმენტები შედგეს, გაიცეს ეს მომსახურება მოქალაქეებზე და უსურვოთ ყველა ქართველს, ყველა თერჯოლეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ბევრჯერ ესარგებლოთ ასეთი სერვისებით და ჩვენ ყველამ ვიამაყოთ ასეთი ობიექტების გახსნით და შემდეგ მისი ფუნქციონირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, დიდი მადლობა ჩემ თერჯოლელებს და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელმაც ეს ყველაფერი სილამაზე აქ უზრუნველყეს. ალბატონებო და ბატონებო, თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დასრულებულად ვაცხადებ. გთხოვთ გადავინაცვლოთ იუსტიციის სახლის დასთვალიერება.